ჩელსის ყოფილ ფეხბურთელს მოუგე ფეხბურთში. არაფერს არ გეტყვი. რაცა ბიჭო, აი ძალიან ტყუილია, მაგრამ ზურას მოიტანა რაღაცა ნემსი და ძალიან პატარაზე გამიყარა და რავი, სულ მაგოგოზე ვფიქრობ. ალექსანდრე პაიტაძე მეკითხის ბებია. სიმართლეა, ბიჭო. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო, ჩვენ ისევ და ისევ ცუდი მეგობრები ვართ. დღეს გადავიღებთ ცუდი დეტექტივის პირველ ეპიზოდს. რაც შეეხება წესებს, ეჭვმიტანილი მოყვება ისტორიას, დეტექტივი კი 5 კითხვის დასმის შემდეგ გადაწყვეტს ეს ისტორია არის სიმართლე თუ ტყუილი. ესე პატიცემლო გამომძიებელო, აი ეს არის ჩემი პასუხი. ეხლა აზერბაიჯანის პოლიცია მიჭერდა იმის გამო, რომ წელზევით შიშველი დავდიოდი გენჯეში. მოგეკითხა, რატო არ დაგიჭირეს? ვერ დამიჭირეს, იმიტომ რომ ოფლიანში ვიყავი და სკოლტოდი. და წასვლა. ვაგონებში ზმო პლასკაში ყოფილა კაი გასარბელი კაროჩე. ეს კითხვა გამოვზოგეს, სად ქონდა დამესვა ვაგონები ასენა, კაი ეს დამეზოგა. სადგურზე იყო. ჩვენია. კაი. საჭერილი ყავს რევი ეს. გაგორე თუ დაიხდა დორიჩარი ეგა. აზერბაიჯანში რა გინდოდათ მატარებლით? მანსანკანის ახალგაზრდული ნაკრები მივდიოდით საერთაშორისო ორგანიზებაში მონაწილეობის მისაღებით. ძალიან კარგი. ახალგაზრდაში კითხვა იყო, არის უბრალოდ ეგეთებელობას იზავდა ეს. როდის ხდება ეს მოქმედება, რატომ ჭირდება ეს კითხვა გეტყვით ან ტანზემოთ თქვენი სიშვე რამდენად შეესაბამება იმ დროის მონაკვეთს? სეზონი განიერი. ბიჭო, ნახე, სულ მაგას მეკითხები სეზონურად ისე დალაგებული, რომ ადეკვატურად ვიყავი რა, ცხელოდა, ან გაზაფხული სიცხე იყო, ან შემოდგომის რა, შეიძლება ზაფხულისაც, მაგრამ ზაფხულში ზირთადად ვისვენებთ ხოლმე და რომელიმე ესეთი მარგინალური სეზონი არის, სადაც ცხელა რა. მეოთხე გააღეთ. იმიტომ რომ კარგი კი ბატონო. ველა კითხვა, მარტო იყავი თუ თანამძრახველები? უი არა, ძალიან ბევრი თანამძრახველი. მე ვიყავი გიორგი ყოდონი. აი, 4 წლის მაგივრად 3 წელი გამოგივარ, რადგან ჩავთვალეთ. ჩემი აზრით ეს ურას ვიცნობ ასე კარგი. არ მომატყუე. არ მომატყუე. აიტომ ეს ისტორია ჩემი აზრით არის სიმართლე. ნახე, ცოდვილები ვართ უყველანი. თვითონ ისტორია ესეთია, რომ მესაზღვრებთან დავიწყეთ ძალიან ცუდი ხუმრობა, რომ ეს ღიმილიანი სახეებით, ესე ქართულად ცუდ სიტყვას ვეუბნებოდით. მე რომ გენჯეში აღმოჩნდა შიშველი, მოდის პოლიციელი, მეუბნება, ბრატან, ნაკინ, შტოთავ, შოთაკი, მილზათაკ. მე ესე გავუღიმე, ერთ წელში სასველი ვარ, წელზევით შიშველი ვარ და იდი ნახე. აგი, რაღაც არწევს. რაღაცა არის. მადლობთ ბატონო. კარგით, გამარჯობათ პირველ რიგში. ეს გასაგებია გისმენთ? რაც შეეხება ჩემ ისტორიას, დაახლოებით 14-15 წლის ასაკში თამაშობდი რაგბს. დენად კარგი შედეგები მქონდა, რომ 18 წლამდელთა ნაკრებშიც მოღვაწეობდი. ბოდიშეთ მე მარიაჟება თუ გისმენთ? მაგრამ ერთ-ერთი თამაშის დროს დავიზიანე მუხლი, რის გამოც საერთოდ სპორტს დავანებე თავი. მენის. კარგით. ღვილია ხაშული უნცრილა. ჩვენი აზიანების ზუსტი დასახელება მომითხრათ. მუხლის სახსრის გაბზნა. გაბზნა სიტყვა შეეშალა თუ გაბზნა. კონკრეტულად რო გითხრათ, მუხლის სახსრის ძვალი გაიბზნა. გაიბზნა, ხაზი ზმნა არის გასაგები. გაიბზნა ის. გაიბზნა ის. ესპერიანის ნა. გასაგები. გაიბზნა ის მას. არა, ორპირიანი ის იმაში. ნახე, გაუბზნა მან მას ის. ვინ გაგიბზნა? ეს პირველი კარგი ბატონო. ესა გამიბზნიე შენ ისე რას მუსკას გაზმის. კარგი, ბატონო. კარგი. ზნიანი კაცია ხა მაინც კი ბატონო. რა ერქვა თქვენს გუნდს? ლეგიონი. რა? ლეგიონი. ხაშურის ლეგიონი. ხაშურის ლეგიონი. ხაშურის ლეგიონი. მანი აქ სასწილო არაფერი არის, ხაშურის ლეგიონს თუ არ ჩოთვლით ხო? ანუ ვიცინით ხო მე დასკვნები მჭირდება. ვატსა. აი. ხაშურის ლეგიონი ერქვა და მუხლის რაღაცა გაბზარი. თუ როგორ რას გაბზნა. ბზა. აი სასაულიც არის ბიჭო მაგნაირი. ბზა. კი, ბზაბზო სიმღერა ამას მუხსნე. რა პოზიციაზე თამაშობთ?
14 ნომერზე. ეგრეთ წოდებული გარე მარბი. ამ ფაქტის გამო სწუხდი თუ არ სწუხდი? ძალიან სწუხდი. უხდება იცი. ძალიან სწუხდი. ექტრომა მარტო იმაში გიშლის ხელს რომ სპორტი ვერ გააგზავნა თუ სხვა ყოველდღიურ საშუალო ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლის მაგალითად სიარულში და კონკრეტულად დავსვა კითხვას რაღაცაზე ასვლაში. როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე რაღაცაზე ასვლაშიც მიშლიდა ხელს. მაგრამ გავიარე რეაბილიტაცია, ჩავიტარე მკურნალობა და დღეს უკვე შედარებით კარგ მდგომარეობაში მაქვს მუხლი. ანუ ძვალი განიბზნა. მე შეუძლია თამაში, მაგრამ განიბზნა. თოდო არ აყენებ. აბზნილი მუხლი. აგი ტატამუცაძე არ აყენებს იმას თავის ადგილას. სულ რო ტყუილს მეუნებოდეს, მაინც მირჩენია რომ თქვა რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე. მე თვითონ ისე ზუსტად აღმიწერა ტრავმა და არც მინდოდა რომ ასე ზუსტად ფსოდნო და გაბზნა. მაგრამ ზუსტად აღმიწერა. თან მე დონი არ მომატყუებდა. შეიძლება. ეს პაზუხი არის სიუგიზი დონაბა ისმენთ როგორ მოხდა ეგ. ერთ-ერთი თამაშის დროს კერძოდ ტყიბულში ისმე ქვანახშირზე წამოგედო ფეხი ხოცები. ტყიბულში ძალიან მოწესრიგებულ სტადიონზე, სადაც ძალიან ბევრი რიყის ქვა ეყარა, ბოჭვის დროს ქვანახშირზე წამოგედო. ბოჭვის დროს დავხტი მუხლით რიყის ქვაზე, ასე რომ საკმაოდ საშინელი და ძლიერი ტკივილების გამო მომიწია ექიმთან მისვლა. და აი აქ ხარო რომელიმე კლინიკა არ გამოგხმოროს არ და გასპონსოროს არის საცოდავი. მადლობა. მადლობა. შენი ისტორია იყო. გამარჯობა. ჩემი კონვერტი ინებეთ. აღიმინა ისახით ვარ და რომ მოგარჭობს. 4-დან 56 წლამდე ჩვენ ესე დიდი დიაპაზონი გვაქვს. ჩვენიერია კაცი. ნახოთ ვინ გაიცინებს. საქართველოში ეს არ არის ჩემი პირველი დაკითხვა. ეს არის მოცემულობა? რომელი მუხლით იკითხებოდით წინას? თუ მუხლი არ გახსოვთ? არ მახსოვს მუხლი, იმიტომ რომ აღმიწერეთ დღეს გამო. თან მე მუხლი მაგითად დავსვი, მე მუხლებში ვერ ყვევი და იქიდან გადავიდოდი და რა შეგეძლიათ მაშინ დამიხოთ კონკრეტიკა. ნივთმტკიცების დამალვის გამო. ეს კითხვა არაფერ შეიძლება სად დამალვის. ჭირდებოდა რევი? უკდავი რაღაც ყველა გადაცემაში აუცილებლად იქნება. სად ხდება მოქმედება? საქართველოს დიდია. ისანი სამგორის რაიონში. ყველაზე კრიმინოგენური ბანი მიწევს ვარჩავთ 13 რაიონს საფრანგეთში, ხო? დიახ. დანას დამალავდა, ოღონ თავისას არ დამალავდა. უეჭველი ვიღაც იჭერდნენ და ძალიან კაცის დანა დაბალა. ეს ეგეთი ალალი ადამიანია, ხო? ვინმე დაიჭირეს მაგ საქმეზე? კი. ანუ ვერ დამალა. სიმართლე მგონია, თუ მატყუებ გაგიმარჯოს მე ერთმანეთს, უკვე აგია. სამწუხაროა, იცი რა ფაქტი ირევი? აბა. ისმენ. რომ ორი რაღაცა ახსენე ესეთ. მე ზურა არ მომატყუებდა. და მე დონი არ მომატყუებდა. მაგრამ მე მოგატყუე. ეგა უნდა მოსალა იქნები ადამიანი. მე საჩი. არა, რაღაცა ისეთი ისტორია მქონდა მოფიქრე. ისეთი ისტორია მქონდა. მეგობრებო, სანამ გავაგრძელებთ გადაღებას, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გააქტიურეთ ზარისხილაკი. თუ გინდათ რომ გიორგი და გასროგონ. ჩემი кейსი არის ესეთი. გერმანიაში 5 ჯერ შემექმნა პრობლემა პოლიციასთან. პირველი კითხვა. ეს პოლიციასთან პრობლემები, საიმიგრაციო პოლიციასთან იყო პრობლემები თუ ჩვეულებრივ პოლიციასთან. არც საზღვაო პოლიციასთან, ჩვეულებრივ პოლიციასთან. ბასე ხარ ევი ახლა მოვატყუე. მე მაქვს ესეთი ჯელობა, რომ პოლიციის თემაზე ორივე ტყუილი არ გექნება რა. და აი, შემიძლია ეხავე ვთქვა, რომ აქ წერია სიმართლე რა, მაგრამ პრობლემა რო შეგექმნა, ვის დაუკავშირდი? 5 შემთხვევაა ზურა. ყველაზე მწვავეში. დაუკავშირდი ჩემი ბინის პატრონს, რეალურად ვინც იყო ბინის პატრონი. კი ბატონო. კი, არ საკონსულომდე არ მისულა. ესე იგი ძალიან მწვავეც არ იყო. მაქსიმუმ რაღაცა ცუდად საკონსულოში არ ცხოვრობდა. მაგრამ თავი არასწორად ედგა მანქანა და გაჩერებული აქ ბურგერი წაურსვა სახეზე. შულც. ხმა მაგდა ქონდა რამშტაინი ჩართული და რაღაცა ეგეთი. გონია არის სიმართლე. ხო ამბობდი რომ აღმოსავლეთ გარეგნობა აქვს. კი, სიმართლე. სიმართლე მოკლე ისტორია იმისა. მოკლედ 5 იყო, 1 იყო
ძალიან უცნაურია, ჩემს სახლში შევიპარე. იმიტომ რომ გასახები შეგდით დარჩა და კიბი შევიპარე და მეზობელმა დავიდა. ახლა ეგონა რომ ქურდი ვიყავ და პოლიცია დავინაკა და მოვიდა. მეორე იყო მაღაზიიდან გამოვედი და შემამოწმეს რამე ხო არ მქონდა მოპარული და ძალიან დიდი ხანი, ეგ იყო ყველაზე დიდი. მესამე იყო შემთხვევით. კაი მიდი. 1 hour later. მესამე ისტორია იყო, რომ სხვისი ველოსიპედი წავიყვანე შემთხვევით. მეოთხე და მეხუთე ისტორია იყო ერთნაირი, რომ ავტობანზე ვიდექი და იქ ავტობანზე რა თქმა უნდა არ შეიძლება რომ ვიღაცა იმას და პოლიციამ ჩამსვა და წამიყვანა მიმართრია სახლამდე. გასაგები. ეს იყო ჩემი და ვინდგან ახონმე სასიამოვნო იყო. აი ეს მომართვით. დაგვარი ხაშე? პირველად არ გიჭერდი. მოკლედ, ჩემი ისტორია არის ასეთი, რაჭაში ერთხელ ადამიანმა ნაცნობა კალ. სუსტად შეიძლება გააკეთო, რომ ერთხელ გოგონამ ჩამიარა გვერდზე, სამი კვირა ძალიან მიყვარდა. ერთი ნახევარი ხუჯუჯა იყო. ბიჭო, ნახე, შემდეგ ყველა ეგეთ კითხვაზე პასუხი მაქვს არ მახსოვს. არ მახსოვს. სუნით შეგიყვარდა თუ არა? შენთან სოფელში ხდებოდა გორში? არა. კანკანით იყო? არა. არა, ხო შეიძლება რაღაც ძალიან მაგარ ბენტლის გაიგარა და არა. ნუ რაჭაში ერთად ბენტლები დადიან, მაგრამ იმ შემთხვევაში არ იყო. ხო. თუ ეცადე რომ ეგ ადამიანი რაიმე სოციალურ ქსელში მოგეძებნა. ძალიან ბევრი. ოღონდაც ვერ. კაი. მე ვიტყვისით რაღაცას. შევაჯამოთ ჩემი დღევანდელი მსჯელობა. მე მგონია რომ ეს რო სიმართლე არ იყოს. ჯერ არ ვაირევიათ რომანტიკული სულის და მოდი ვიტყვი რომ ეს არის სიმართლე. მაუნდა მე ზოგადად ბიჭო სხვანაირად მე ხული აბა კიდე ერთხელ როგორ ცოტა უფრო ცლად მოყევით ეგ ისტორია დღე. ბიჭო როგორ რაჭაში გოგომ ჩამიარა ბენტლი. სუჯუჯა გოგოა და ერთადერთი მაგის სოფელში ავდიოდი და ეხაც გოგო ქვევით მოდიოდა და როსტა ავწდით რა ანუ იმან გაიარა მე გამოვიარა დაახლოებით აი 2 კვირა აი ან შეიძლება მეტიც აი რავი სულმა გოგოზე ვფიქრობდი ყველგან ვეძებე მაგრამ ფიზიკურად რანაირად გოგო როგერზე ჩამიარა ეგრე არა არსად არა ასე რომ თუ ვინმე დაახლოებით 2009-2010 წელს რაჭაში სოფელ გორის მისადგომთან ესე აუარეთ ადამიანს ამიკავშირდით. ახლა რო ვიტყოდე. მუსელიძეს. აღმოჩნდა რომ ნაშვილები ვარ მაინც უჩემის. აქ მოვურკეთ. აქ არის ჭეშმარიტება. აბა შეიძლება შეიძლება არა. მამა რო. ნაუtkitfor მოსული. ჩემს ახალგაზრდობაში ეს რო დავყარე. ხო ჩვენთვისაც და მაყურებლებს ნაოtkisაა განმარტება რომ ოპერატიული ინფორმაცია იგივე ჩვენ ახლა ხო იცით კაკებს ახალგაზრდობაში სოფელში ვიპოვე დათვისბელი რამდენიმე თვეს ზრდიდი და შემდეგ გადავეცი შესაბამის სახელმწიფოებრივ ორგანოს. ოდიში რაჭა ხელა მაშა ხო არ ხო. ერთი კითხვა მაგრამ აი რა საჭმელი თუ ეჭი დამემოდი ხოლმე ეგ უფრო აინტერესებს. რა საჭმელი ორ კითხვას ჩავთვალო თუ ერთი? რას აჭმევდი ჩვენ კი ხორხოცა. ბატონო. ძირითადად მოხარშულ ხორცს. ასაგებია ეს არის ტყუილი ზღვა სად ნახე სოფელ კოდიწყაროსთან. ასაგებია მდინარე ტყუის ეს ხო ხო ისე რა პერიოდი მეკვერცხები არ ვარ. კოდათა შემოდგომის დასაწყისი იყო თუ სწორად მახსოვს. შემოდგომა როგორ მიმართო? ხორცს საჭმელა ბიჭო მან ერთიც რა რომ წონს ნახე დათვი კი არის ხორცი ჭამია მაგრამ ბელი ზოგადად თავიდან არის პატარა რაღაცა ხილზეა და ეგეთ რაღაცეებზე. შეიძლება მათა ხორცია ჭამეს და გარდაიცვალა. შეიძლება, მაგრამ ამან არ იცოდა და ხო, მაგას ვამბობ რა. დედა სად იყო პატივცემული ბელისა? ან მარტო თუ იყო, ან პატივცემული ბელის დედა არ გვინახავს როგორ ნახა აქ და არც გამოჩენილა. მართალია ბატონო ჭატო რომ გვენახა, მე მგონი აქ არ ვიждდებოდი. აი ბრაკონიერები თუ არიან ბევრნი მან მაგათ ხანდაზმულობის ვადა გასული აქ ახლა ეს დროს დააშოვა. აი მე მგონია ამ ყველაფერში შემოგვიგება რომ არის ყოილი, იქიდან გამომდინარე რომ რაღაც ამ ბევრი უზუსტობა არის რა თვითონ ისტორიაში. და მგონია რომ ყუილი შეიძლება შენ მომეყავი ცუდად და მე დავაბნიე მაგით, მაგრამ მაინც მგონია რომ არის ყუილი.
ყველა სხვათა შორის ამ ისტორიის ვიდეო მასალაც არსებობს და შემდეგ ამოვაშორეთ. მაშა და მედვედი. ჩემ პირველი ისტორია არის ესეთი. ბავშვობაში ჩემმა ძმამ ჭრილობა ცოტათი გამიკერა. შენ ხარ უფროსი თუ შენი ძმა? ჩემი ძმა. 2 წლით უფროსია. ეს ერთი კითხვა. რამდენი წლის იყო შენი ძმა დაახლოებით თუ გეცოდინებათ? დაახლოებით 9. 9. კი. შესაბამისად თქვენ იყავით 7 წლის. თუ კითხვაში მithვლი, შემიძლია გიპასუხო და იყოს უკვე მესამე კითხვის პასუხი. არა, ეს მაშინ შენით იმსჯელე. კი ბატონო. ეს იყო აბსოლუტურად ჩემი მსჯელობა. შემდეგი კითხვა. ისმენ. ეს ჭრილობა. ბლაგვისაგნით იყო მიყენებული თუ ჭრელისაგნით? არც ერთით. ჩამოვარდი და ეგრე გავიჭერი. და რომ დამიზუსტოთ საიდან ჩამოვარდით? ბოლო კითხვაა, ხო იცი? კი, რა თქმა უნდა. ბოლო ჩვენ დროისთვის კედლიდან. კედლიდან. დიახ. მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორია არის ტყუილი. იკაროსი რო დგება ხოლმე. იდეალური იკაროს პაროდია იყო. როგორც აღმოჩნდა, ეს ისტორია იყო სიმართლე. მოусმინოთ თუ შეიძლება. მოკლედ, პატარები ვიყავით და წარმოიდგინეთ დერეფანი, სადაც შეიძლება რომ ორი ადამიანი ესე გამაგრდეს. და რაღაც მომენტში დათომ დამარტყა ფეხში ისე, რომ წონასწორობა დამერღვა და ჩამოვარდი და დავასკდი ყბით. აქ მაქვს ყბის ლაიფსეივერი და უარდა მაგი თუ აქვს ხირზე. შენმა ძმამ ხო, მოიცა არ დასრულებულა ისტორია. შევედით ტუალეტში და დათო მეუბნება გავკეროთო. მეთქი რა უნდა გაკერო დათო ხო არ გადაო. მოიტანა რაღაცა ნემსი და ძალიან პატარაზე გამიყარა და რო აუყვირდი, მაგ დროს მიხვდა სულ ყველა რომ რაღაცა ცუდი დავაშავეთ და ეს იყო ჩემი ისტორია, რომელიც სიმართლეა. შეიძლება შემდეგი თქვენი ისტორია თუ შეიძლება რომ მოგიყვეთ. არ ვიცი ეს ეცახიან. ვერ დილობას ჩემი ისტორია არის ასეთი, რომ ჩელსის ყოფილ ფეხბურთელს მოუგე ფეხბურთში. გუნდი გუნდზე თამაშობდით, ის ხო გუნდში იყო და მოუგე ფეხბურთში ერთ-ერთზე არა. ვთქვათ დილიე დროგბას. პირველ რიგში მაინტერესებს ეს ფეხბურთელი დღემდე ჩელსიში თამაშობს თუ არა? ჩაუთვალე კითხვა გესეთ. აღარ. ძალიან მაინტერესებს სად შედგა ეს დაპირისპირება. სანსიროზე. ხანჭკარაში. ხანჭკარაში. ოფალ ხანჭკარაში. წითელი იყო თუ თეთრი? ხანჭკარა ყოველთვის არის წითელი ღვინო რაჭის სიამოვნებით. ამიტომ წითელი ის. და სოფელი ხანჭკარა ვთქვი წეგან მინდა აღნიშნო. ერთი კითხვა დამჩა როგორც მახსოვს. ორი. რაღაც მიგეყვეცებ ერთი ჩემგან აჩუქე. კი, წაომალ ბონუსი. ბონუსად. ხო, სახეზე გეო დროგბაზე ფიქრობს უეჩვენ. ინახო, ჩვენთან მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორია არის სიმართლე. როგორც ხედავთ, ეს ისტორია იყო სიმართლე. არის სიმართლე. ისტორია იყო ასე დამარტივად, რომ ზაფხულში ხანჭკარაში ყოველთვის იმართება ხანჭკარის წრე, სადაც სხვადასხვა სოფლები იღებენ მონაწილეობას. მე დავემატე ერთ-ერთ სოფელს და მთელი თამაშის განმავლობაში ვიღაც ძალიან მაგარ ფეხბურთელს ვიყვანდი თურმე. ის არ თამაშობდა რა თქმა უნდა სრული ძალით, უბრალოდ მის მოსოფლელებმა თხოვეს გვეთამაშე და უფასოდ დაგვემატება, დაემატა. და როგორც მითხრე, შემდეგ რატი ალექსიძეს ვიყვანდი მთელი თამაშის მანძილზე. რატი ალექსიძე გარკვეული პერიოდი ჩელსის ფეხბურთელი იყო. ძალიან საინტერესოა. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ბატონი რევია თბილისის გარდა თურმე ინგლისის გუნდებთანაც თამაშობს. ათალი ხარ სოფელ ჟოშკას ვეთამაშე. კონკრეტულად პირად რა ვიცი. ინგლისის გუნდი სოფელი ჟოშკა. არაფერს არ გეტყვი. თქვენ მამადი. აქ არის ჩემი ისტორია. პასუხი უბრალოდ. ეს არის ფაქტი უბრალოდ. ალექსანდრე პაიჭაძე მეკუთვნის ბებიად. ერთ მოდის გაგვაცადი. გვეკუთვნის ბებიად. შენ დათვალე კითხვა გამაწეხა ცუდად. ძალიან საინტერესოა. მოდი შეხა რა ფუნქცია მაქვს ესე Wednesday-ში რო ხელი და ზუსტად ფუნქცია შევითავსე. მოდი შედა. რომელ წელს დაიბადეთ და სად? 93-ის რუსთავში.
93 წლის რუსთავში. როგორც თქვენ ბებია ალექსანდრე პაიჭაძეს, რა მაგი აქვს თქვენთვის გაკეთებული? რათა სადმე ბილეთი მჭირდებოდა შესulis და შემსულ ვარ უბილეთოთ, ან სადმე რაღაცა კავშირი დამჭირვებია რომ აი იმის კონტაქტი და მოსულა. მაგალითად ნინის კაბა აჩუქა ერთხელ. ერთი კითხვა კიდე დაგჭირდა. ერთი კითხვა დამჭა. ძალიან პატარა თუგნა ის კითხვა. ერთი კითხვა კიდე დამჭა და კითხვა შეგეწევა და ჩაიწევა. ძალიან პატარა კითხვა და ჭილი აქ ცოტაზე გასწრე. ანუ თქვენ ნეპოტიზმით არსებობთ დღემდე? ბიჭო. საიდან, მაგრამ კაი, არა. ზურა, მე მაგ ერთი კითხვა. ხაჭაპურებს გიცხოდა ალექსანდრე პაიჭაძე? ბიჭო, კიაცხოდა, რა ეს შილაკისგან იყო დაცოლეთი. მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორია არის ტყუილი. შეგიძლია შემოწმო. ვაიმე, ახლა წითელი იყოს, მეტი არაფერი მინდა. გინდა მე გავშალო, გაგიჩითო. როგორც ხედავთ მეგობრებო, ძალიან ცუდი დეტექტივი აღმოჩნდი და ეს ისტორია არის სიმართლე. აი ხა განმარტოთ თითქმის რატოა ჩემ ხელა ადამიანი ჩეჩენილებია. არის ბიძაჩემის მამიდა და პირდაპირ მე მეკუთვნის როგორც ასეთი ბებიათ რა, თორე მამაჩემის დედა, დედაჩემის დედა ნამდვილად არ არის. მოკითხვა აქედან ალექსანდრას ძალიან გვიყვარხარ, ლამაზი ხარ და ყველაზე ლამაზი ბებია. ამიერ კავკასიაში. ალბათ ყველაზე ახალგაზრდა. ალეს მოკითხვა. გამარჯობათ ბატონო დეტექტივო. გამარჯობა. ჩემს ახალგაზრდობაში ხაშურში მოვიდა საკმაოდ დიდი თოვლი. და ბავშვებმა გადავწყვიტეთ, გვეგუნდავა რის შემდეგაც ჩემი ნასროლი გუნდა მოხდა მანქანას, იქიდან გადმოსული კაცი მეჩხუბა, ჩემზე იძალა და კიდევაც ფიზიკურად, არ დავკონკრეტეთ. კი. ნახე თითი მინიშნება იყო. და ამის შემხედვარე საზოგადოება დაახლოებით 6-7 წელი ეგრეთ წოდებული კაიფობდა ჩემზე და მაბულინგებდა ამ ისტორიის შემდეგ. მე ვიტყვი რა ჩემ აზრს აქ ვერ შეიძლება დავიტყვილებ რომ ხაშურში მაბულინგებდნენ და მაშინ გეკაიფებდნენ. აი რო გიბრაგუნებდა ის კაცი, აი ვინმე თუ მოვიდა და გაგაშველათ ან რამე თუ გააკეთა. მე ჰამაკე იქნება. არა, გამოსარჩევით არავინ. როცა დაიღალა ჩემი დაბულინგები ჩემი, მაშინ მაგარი გირახდა ესე. რამდენი ხაჩერი. რამდენი წლის იყავი დაახლოებით? ალბათ 12-14 წლის შუალედი იყო. ანუ მაგიტო რომ არ ახსოვს მოერეო და 12 იმან მაგრაცემა და 12-ში ცემა 14-ში გამოფხიზდა. კი, ჩემი აზრით ეს ისტორია არის სიმართლე. ვიტყოდი რომ მონაბოდვი. ხო? კი. ტყუილი გონია. ჩემი აზრით ძალიან დიდი ტყუილი თქვა. ჩემი აზრით. ამიტომ ზიხარ შენ მაგრამ რომ ერთმანეთის გესმით რომ მე რა თქმა უნდა. გესმის. შეგიძლიათ მიხვდეთ რა არის სიმართლე. როგორც ხედავთ, ისტორია მართალია რა. სიმართლე. კარგია რომ შენს ხაშურელ მეგობრებს გაახსენეს ისტორია და აუცილებლად დაგირეკავენ და დაგაბულინგებენ ისე ამასთან დაკავშირებით. შემდეგი თუ შეიძლება. მადლობა. შენი ხარ ბინებებ თუ შეიძლება. ვა გისმენთ. ბავშვობაში ბაბუაჩემი დავაჭერდნენ. ბუაშენი დააჭერდნენ. რა კარგი ისტორია. არ მაინტერესებს სიმართლეა თუ ტყუილი, მაგრამ ძალიან მომწონს. კაი, რის გამო? იმიტომ რომ მაშინ ბავშვების გატაცებები იყო ძალიან აქტუალური. აი, ვისი გატაცების გამო მოხდა ეგ ყველაფერი, რის გამო გაიჭირეს? ბიჭო. პოტენციურად ჩემი შენ, გატაცების გამო. ხო, ესე იგი სწორად მიფიქრია. კაი, როგორ გაიყვა სიმართლე, მე მითხარი, ანუ მან რა მოხდა? დაარეკეს სახლში. ჩემეთ პოლიციიდან. მაგის გამო დაგსაჯეს თუ არა მაინტერესებს? არა. არა ხო? ესაა ბოლო. ბიჭო, აი ისეთი სასაცილო რაღაც ძალიან მინდა რომ იყოს სიმართლე რა და აი ამ ისტორიას სიამონებით მოვისმენ. ჭანჭულს და გეხმარებით. ბიჭო, შეგიძლია თქვა შენი ყველა ვარიანტი მოისმა. აუცილებლად. მითხარი ჩემი აზრით ეს არის სიმართლე. ზურა? მე მგონია რომ ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ მაშინ განვითარებული არ იყო ძალიან ეს მობილურები რა. აი რატომღაც 97 წელი რა დაარეკეს ჩემი. ბიჭო, რა კაი დეტალი დაიჭირა. რა კაი დეტალია. კარგი. წელის რო კარგად დავთვალე. მე მაინც მგონია რომ ეს ისტორია არის სიმართლე და მინდა რომ სიმართლე იყოს და ძალიან კარგად ვიხორხოცო ამ ყველაფერზე. მე თვითონე გავხსნე ამას.
ბიჭო, რა გითხარი? კარგია. სიმართლეა, ისვენ ტრევი ძალიან მაინტერესებს მო. ყოველთვის გამოყავდი ხოლმე ბებია ჩემს და ყოველთვის ხედავდა ხოლმე კამფეტერს და რაღაცებს და იმ დღეს მოვიდა ბაბუაჩემი ჩემს დასაყვანად ბაბუაჩემს როგორც ვიცოდი არ მიყიდდა კამფეტერს და ავწრიო ბაბუაჩემი არ არის თქო და იმ პერიოდში ბავშვის გადაცემები იყო ძალიან ის რა ანუ მოხდა რამოდენიმეჯერ და ამოიდნენ დირექტორი გამოვიდა ბაღის ვიღაცები და ბავშვი ტირის ეს კაცი ვინ არის რა ბაბუაჩემი გადაირია კინაღამ რა ანუ ბაბუაჩემს ძალიან უყვარდი რა აი მართლა მე განსაკუთრებით და გადაირია ბაბუაჩემი რა ისტორია. აიყვანეს პოლიციაში აბა ეს ხო არის ახლის ტელეფონზე დარეკეს ჩვენთან ჩავიდა მამაჩემი და გამოშვიდა გენეოლოგიური ხერო აქვს ძალიან კაი ისტორია. ბრავო, მართლა საინტერესო ისტორია იყო. მოგზაურობ ბატონო. გამარჯობა ბატონო ზურიკო. გამარჯობა ჩემო კარგო. ახლებით 4-დან 6 წელი ასაკის ვიყავ თბილისიდან, დიღმიდან ხაშურამდე ვატარე იკარუსი. მგზავრობით სავსე. სულ ვალ შეგვიძლია. მე ვატარე იკარუსი. გასაგები. თავის რიკოთები, დაჟე რიკოთს იქით ზესტაფონამდე დაჟმაში. რა თქმა უნდა, კალთაში იჯექი. მომენტებში დამოუკიდებული. კაი, ეს ნევას. ვინ იყო ის ადამიანი, ვინც დააქვსვა იკარუსს? არ ვიცი. საერთოდ არ ვიცნობ, არც დედა ჩემი არის ცნობს, არც მამა ჩემი არის ცნობს. აბა როგორ აღმოჩნდი იმასთან იკარუსში? არა, ასავალდებული არ არის რომ იცნობდნენ ძღოლს მაინც და მაინც. ხო, ანუ ხო შეიძლება უცხოსთან არ გიმგზავრია მარშრუტით. თუ ყველას ისო გამარჯობა გიორგი და შეიძლება ვიმგზავრო. მაგრამ კალთაში არ ჩაუსულა რაცა ბიჭო, აი ძალიან ტყუილია, მაგრამ ზურასგან რო შეიძლება სიმართლე იყოს, აი ეგეთი რაღაცა რა, ზურიკო. რა სეზონი იყო? ზამთარ. ზამთარი. კურტკან მომეცვა მახსოვს რა. გასაგები. არ უშვებდა ხელი ხო, ხვედი ვერ შევიკარი რაღაც. როგორი სიგნალი ქონდა თუ გახსოვს, ეგ რო გაიხსენო და დავამთავრებ ამ ყველაფერს ვა. სიგნალი არ მახსოვს როგორი იყო, მაგრამ იკარუსია და რევი. აი ეგ ვიდოდა რომ საბოლოო ჯამში მივეღო. კაი, მოდი, მე მაგ აზრი ამაზე, რომ ძალიან დიდი ტყუილია ჩემი აზრით რა. თორად არის? ყველია გამოიცანეთ სიმართლეა, ბიჭო. რანაირად 4 წლის მე არა, შენ თუ გაიცი კალთაში ვეჯი. ხო, გასაგებიო, მაგრამ ამდენი ხანი როგორ არ დაიღალე. ზურა ვარ დაბადებიდან. ხო თქვი რომ ზურასთან გამორიცხული არაფერია. ზურა ვარ დაბადებიდან, ძალიან მევასება მანქანები, შენ ციცი რომ მევასება მანქანები და სადღაც დიღმიდან დავიწყე კერვა და აი არ ვიყავით კარგი აღაიანამდე მისული ძმა უმე იჯე. ეს როგორი ასი? გაუსწორდა, ზღოლსაც გაუსწორდა, ლექსი მოუყევით. პაროდია გაუკეთე. გაუსწორდა, კაროჩე და ჩამიჯინა კალთაში და ვიარე სანამ არ ჩამომაგდოდე და ჩემარო ჩავედი საზანოს გადასახვალია. ბათუმამდე ჩაკავდა. შეუძლია დაუპროგავდი სტამბოლში. ასე დასრულდა ჩვენი დეტექტივობანა და გამოვავლინეთ ვინ ამბობდა სიმართლეს და ვინ ამბობდა ტყუილს. თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, გადავიღეთ აუცილებლად მეორე ეპიზოდსაც და გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ ზარის ხილაკის გააქტიურება. გამოუშვით თქვენი ტყუილები, რომელიც შეიძლება დაგვაჯეროთ. ან სიმართლეები რა ანუ ხო, თქვენი რომელიც ისტორიები, გნებავთ. მოკლედ, რომელიც შეიძლება დავიჯეროთ, შეიძლება არა. ვინ საუკეთესო ტყუილს იტყვის, ჯერჯერობით ვერაფერს ვერ მივს. და თუ ცინკვესი დაგეწერებათ გაუგონეთ ცინცადეს აი როგორ ბომბია სულში და რეგენ რა. თავიდან გავუშვით. თუ ლექსია, რაღაცა ვიღაც პოეტს გადავიღე. თავიდან გავუშვით ეგ. რატომ დახარ შუაში და თავიდან. კაი, გავედით. გავედით, რატო გავედით? გასაგებია რა ლონკა მაგრა გეხვეწ.